მოგესალმებით. როგორც მოგეხსენება დღეს ბატონმა ვახტანგ გომელაურმა დადოა შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობა, მან თავად მიიღო ეს გადაწყვეტილება. შესაბამისი თხოვნით მან მოგმართა რამდენიმე დღის წინ. ჩვენთვის ეს ხო რა თქმა უნდა ძალიან გულდასაწყვეტი, თუმცა ყველა მეც მთელი გუნდი გაგებით მოვეკიდეთ ის გადაწყვეტილებას. ბატონი ვახტანგი იყო ყველაზე სტაჟიანი მინისტრი 10 წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში ის იყო შინაგან საქმეთა მინისტრი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი, საქართველოს ვიცე-პრემიერი და რა თქმა უნდა არ არის იოლი ეს საქმე, დიდ ენერგიას მოითხოვს და შესაბამისად მან 7 ვითარებაში მიიღო გადაწყვეტილება თანამდებობის დატოვების თაობაზე, მოგმართა შესაბამისი თხოვნით და ეს თხოვნა დავაკმაყოფილეთ. მე მინდა მადლობა გადავუხადო პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ბატონ ვახტანგ გომელაურს იმისათვის, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში ერთგულად და ღირსეულად ემსახურებოდა სახელმწიფოს. ყველას გახსოვთ, რომ მან ძალიან რთულ ვითარებაში გადაიბარა მინისტრის თანამდებობა, შინაგან საქმეთა სამინისტრო, თუმცა მან ძალიან მალევე შეძლო სამინისტროში ცვლილებების შეტანა და მთელი ამ წლების განმავლობაში მაღალ პროფესიულად ასრულებდა თავის ფუნქციებს შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე. ემსახურებოდა ჩვენი ქვეყნის საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფას. ასევე ცალკე მინდა აღვნიშნო, რომ გასული 4 წლის განმავლობაში ბატონ ვახტანგ გომელაურს მიუძღვის განსაკუთრებული წვლილი რევოლუციის 4 მცდელობის აღკვეთაში. მისი დამსახურება აქ არის განსაკუთრებული და ამისათვის მას განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის. ბატონი ვახტანგი არის ღირსეული კაცი, მას მინდა უსურვო წარმატებები სამომავლო საქმიანობაში, ეს არის ჩვენი მეგობარი წარმატებები მას ყველაფერში. მინდა გაცნობოთ, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე დღეს დაინიშნა ბატონი გელა გელაძე. ბატონი გელა არის გამორჩეული კვალიფიკაციის მქონე იურისტი, მას აქვს შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობის მრავალწლიანი სტაჟი. გარდა ამისა, წლების განმავლობაში ის მუშაობდა საქართველოს პროკურატურაში, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში, იუსტიციის სამინისტროში, საშუალებებისა და პრობაციის სამინისტროში, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, სხვადასხვა საპასუხისმგებლო პოზიციაზე, ასევე მუშაობდა კერძო სექტორში მაღალ მენეჯერულ პოზიციაზე. გასული რამდენიმე წლის განმავლობაში ბატონი გელა იკავებდა ჯერ განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის თანამდებობას, მოგვიანებით თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობას და დღემდე ის იკავებდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობას. როგორც უკვე მოგახსენეთ, დღიდან ბატონი გელა უკვე შეასრულებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობას. მე მინდა ბატონ გელას უსურვო დიდი წარმატებები ამ თანამდებობაზე და თავის საქმიანობაში დარწმუნებულია, რომ მისი ხელმძღვანელობით გაგრძელდება წესრიგი და განვითარება შინაგან საქმეთა სამინისტროში და გაგრძელდება სრულად თითოეული პოლიციელის ინტერესებზე. დარწმუნებულია, რომ კიდევ უფრო გაძლიერდება ჩვენი სისტემა, შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემა. მინდა მას კიდევ ერთხელ უსურვო წარმატებები ამ ყველაფერში. მადლობა. მოგესალმებით. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს გამოცხადებული ნდობისთვის. ასევე მადლობა მინდა გადავუხადო ქართული ოცნების გუნდს მხარდაჭერისთვის. ასევე ძალიან დიდი პატივისცემით მინდა მიმართო ბატონ ვახტანგ გომელაურს. მან ძალიან მნიშვნელოვანი როლი და წვლილი შეიტანა ბოლო წლების განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმირების პროცესში. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩემთვის დიდი პატივია ასევე რომ უხელმძღვანელო ამ უწყებას და ღირსეულ და საამაყო პოლიციელებთან, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად ვემსახუროთ ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ხალხს. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ბატონო პრემიერო გამოცხადებული ნდობისთვის.